Როგორც წარმოიშვა მორმონების რელიგია. იცნობთ მორმონებს? წევრი ხართ ამ რელიგიის? თუ არა ხართ წევრი, რა არის თქვენი რელიგია? Თხოვ დააკომენტაროთ სხვებთანაც, რომ ჩვენც გავიგოთ. ამ ვიდეოში კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო ეს რელიგია, ვინ დაარსა იგი და რა გზა გაიარეს მათ. რატო არიან ისინი დღემდე ასე გავრცელებულნი მთელ მსოფლიოში? ამას გავიგებთ ახლა. სანამ დღევანდელობაზე გადავიდოდეთ, მოდით დავბრუნდეთ წარსულში. 1800-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში სწრაფად იცვლებოდა ყველაფერი. მაშინ ეს ახალი ქვეყანა იყო და მისი ზრდასთან ერთად ბევრ ადამიანს რელიგიისადმი დაინტერესებაც გაეზარდა. ბევრი მქადაგებელი მოგზაურობდა სხვადასხვა ადგილას საქადაგებლად, რის გამოც სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფებიც სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, დასავლეთ ნიუ-იორკში კიდევ უფრო გაიზარდა მქადაგებლებისა და ახალი რელიგიური ჯგუფების რაოდენობა. სწორედ იქ გაიზარდა ჯოზეფ სმითი. ჯოზეფ სმითი დაიბადა 23 დეკემბერს 1805 წელს ვერმონტში. 1816 წელს მისი ოჯახი გადავიდა პალმირაში, ნიუ-იორკში. სმითების ოჯახს მძიმე ცხოვრება ჰქონდა და მათ მუშაობა უწევდათ, რომ ერჩინათ თავი. ამიტომ ჯოზეფის ფორმალური განათლება შეზღუდული იყო, მაგრამ მას კითხვა და წერა შეეძლო და გაიზარდა ისე, რომ კარგად იცნობდა ბიბლიას და სხვადასხვა რელიგიურ დისკუსიებს. იმ პერიოდში ამ ადგილას მხოლოდ რელიგია არ იყო პოპულარული. რადგან ეს ადგილი ახალი იყო, ასევე პოპულარული იყო ისტორიები ოქროს შესახებ. ზოგი ადამიანი ეძებდა იმ ეგრეთ წოდებული დამალულ საგანძურს, ასევე იყვნენ ისეთები, ვინც სჯეროდა, რომ სპეციალური ქვები, სიზმრები ან სხვა ხალხური რწმენები დაეხმარებოდათ იმის გაგებაში, სად იყო დამალული განძი. იოსებ სმითი ასევე ჩაერთო ასეთ განძის ძიებაში. არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს, რომ ის იღენებდა ეგრეთ წოდებულ მხილველის ქვას, როცა ეხმარებოდა დაკარგული ნივთების ან დამალული განძის ძიებაში. როცა იოსები იზრდებოდა, მან ასევე შენიშნა მის გარშემო არსებული მრავალი სხვადასხვა ეკლესია. თითოეულ ჯგუფს განსხვავებული სწავლება ჰქონდა და არ იცოდა, რომ ოს უნდა გაჰყოლოდა. აქედან დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორია იმ რელიგიისა, რომელიც მოგვიანებით დაარსა. იოსებ სმითის საკუთარი მონათხრობის მიხედვით 1820 წლის გაზაფხულზე 14 წლის იყო, როცა წავიდა მათ სახლთან ახლოს ნებარე 7 დღეში სალოცავად. მას სურდა გაეგო, რომელ ეკლესიაში უნდა გაწევრიანებულიყო. იოსებ სმითის თქმით, როცა ლოცულობდა, დაინახა ძალიან კაშკაშა ნათება და ორი ღვთაებრივი არსება. მოგვიანებით თქვა, რომ რაც ნახა იყო ღმერთი მამა და იესო ქრისტე. მისი მონათხრობის მიხედვით, მას უთხრეს, რომ ჯერ არ გაწევრიანებულიყო იმ ეკლესიებში, რომელთაც არჩევდა. ეს მოვლენა დღეს იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიაში ცნობილია როგორც პირველი ხილვა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მათი რწმენისა, მათი ეკლესიის დასაწყისთან დაკავშირებით. ეს ამბავი თავად ჯოზეფ სმითის მიერ ნათქვამსა და დაწერილზეა დაფუძნებული, სადაც ის აღწერს თავის ნანახსა და განცდილს. ამ ამბავს ჯოზეფ სმითი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვერსიით ხვებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო დაარსებული, გავიდა კიდე რამდენიმე წელი. 1823 წელს ჯოზეფ სმითი უკვე 17 წლის იყო. მისი მონათხრობის მიხედვით, ერთ ღამეს, როცა ის თავის სახლში ლოცულობდა, მის ოთახში ანგელოზი გამოჩნდა. ანგელოზის სახელი იყო მორონი. მორონი უთხრა, რომ არსებობს უძველესი ჩანაწერი, რომელიც მეტალის ფირფიტებზეა დაწერილი და დამარხულია ერთ ბორცვზე, მათ სახლთან ახლოს. ჯოზეფ სმითის ამბის მიხედვით, ის ჩანაწერი ეხებოდა უძველესი ხალხის ამბებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტებზე ცხოვრობდნენ. ჯოზეფ სმითმა მაშინვე ვერ მიიღო ეს ფირფიტები. მისი ამბის მიხედვით, მას კიდევ რამდენიმე წელი უნდა დალოდებოდა, სანამ ამ ფირფიტებს მიიღებთ. მაგრამ აქ დაიწყო მისი ცხოვრების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილი. რადგან სწორედ ეს ფირფიტები უნდა გამხდარიყო წიგნის საფუძველი, რომელსაც მოგვიანებით მორმონის წიგნი ეწოდება. ჯოზეფ სმითის ამბის მიხედვით, მორონი მას უთხრა, რომ ფირფიტებზე იყო უძველესი ჩანაწერი, რომელიც მას უნდა ეთარგმნა. 1827 წელს ჯოზეფ სმითმა თქვა, რომ მას უკვე ნებადართეს აეღო ფირფიტები ბორცვიდან, რომელსაც ჰილ კუმორა ეწოდება. ფირფიტებთან ერთად იყო ნივთები, რომლებიც თარგმნაში დაეხმარებოდა. შემდეგ თვეებში მან დაიწყო ტექსტის კარნახი, რომელიც მოგვიანებით მორმონის წიგნი გახდა. ჯოზეფ სმითი თავად არ წერდა მთელ ხელნაწერს, ის ლაპარაკობდა ხოლ სხვა ადამიანი წერდა იმას, რასაც ის ამბობდა. მისი კარნახით ტექსტს წერდნენ მისი ცოლი ემა სმითი, მარტინ ჰარისი და მოგვიანებით ოლივერ კაუდერი. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯოზეფ სმითი თარგმნისას ორ სხვადასხვა ნივთს იყენებდა. ერთი იყო ეგრეთ წოდებული ინტერპრეტატორები, რომლებიც ფირფიტებთან ერთად იყო და ასევე იყენებდა თავის პირად მხილველის ქვას. ზოგიერთ შემთხვევაში, ჯოზეფ სმითი მხილველის ქვას ქუჩიდებდა და სახეს ახლოს მიიტანდა, რათა შიგნით სიბნელე ყოფილიყო.
შემდეგ ამბობდა, რომ ქვის ზედაპირზე სიტყვები ჩნდებოდა და ის მათ მკარნახობდა ჩამწერებს. მისი მხილველის ქვის გამოყენება დაკავშირებულია მის წინა დამოცდილებასთან საგანძურის ძიებაში. მორმონის წიგნის დაწყებამდე 1829 წლისთვის თარგმნა სწრაფად მიმდინარეობდა, ხელნაწერის დიდი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე თვეში იქნა მკარნახობილი. შემდეგ მათ ხელნაწერი გაუგზავნეს მბეჭდავს პალმირაში, ნიუ-იორკში, 1830 წელს. აქ გამოიცა მორმონის წიგნის პირველი გამოცემა. ჯოზეფ სმითის პირველ მიმდევრებისთვის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის გახდა მისი მტკიცების მთავარი დასტური, რომ წინასწარმეტყველი იყო. იოსეფისთვის კი ეს ბიბლიის შემცვლელი არ ყოფილა. მან ასწავლა, რომ ეს უბრალოდ დამატებითი წმინდა წერილია იესო ქრისტეს შესახებ და იმ უძველეს ხალხზე, რომელთა შესახებაც წიგნი ამბობს, რომ ისინი პირველები იყვნენ. მორმონის წიგნის მთავარი ამბავი იწყება ოჯახით, რომელიც ცხოვრობდა იერუსალიმში, სანამ ქალაქი ბაბილონის იმპერიას დაეცემოდა. წიგნის მიხედვით კაცმა სახელად ლეჰიმ თავისი ოჯახი იერუსალიმიდან გაიყვანა. ბრძელი მოგზაურობის შემდეგ მათ ააშენეს გემი და გადაცურეს ზღვა, სანამ ამერიკაში არ ჩავიდნენ. მათი ოჯახის მომდევნო თაობებიდან წარმოიშვა ორი მთავარი ჯგუფი, რომლებსაც ნეფიტები და ლამანიტები ეწოდათ. მორმონის წიგნის ამბავში ხშირად ომი, პოლიტიკური კონფლიქტი და რელიგიური უთანხმოება იყო ამ ორ ჯგუფს შორის. და ამასთან ერთად მორმონის წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი წევრებისთვის არის ამბავი, სადაც იესო ქრისტე გამოჩნდა ამერიკის ხალხს, მას შემდეგ რაც აღდგა მკვდრეთით. მორმონის წიგნის მიხედვით იესო გამოჩნდა იქაურ ხალხს. მან ასწავლა თავისი სახარება და შექმნა მორწმუნეთა საზოგადოება. ეს არის მიზეზი, რატომაც ეკლესია დღეს მორმონის წიგნს იესო ქრისტეს კიდევ ერთ აღთქმად მოიხსენიებს. ეკლესიის წევრებისთვის ეს მხოლოდ ძველი ხალხის ისტორია არ არის, ეს ასევე რელიგიური ტექსტია, რომელიც ადასტურებს მათ რწმენას იესოს შესახებ. ეხლა კითხვა ისმის, მართლაც ისტორიული ჩანაწერია თუ არა მორმონის წიგნი. სინამდვილეში ეს საკითხი დიდი ხანია განხილვის საგანია. ეკლესიის ადრეული წევრები ხშირად მიიჩნევდნენ, რომ ამერიკის მკვიდრნი პირდაპირ შთაომავლები იყვნენ იმ ხალხისა, რომლებიც აღწერილია მორმონის წიგნში. მაგრამ თუ დღეს გადავხედავთ მორმონის წიგნის ამჟამინდელ შესავალს, ნახავთ, რომ იქ წერია, რომ ლამანიტები, ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც წიგნში აღწერილია როგორც იერუსალიმიდან წამოსული ოჯახის შთამომავლები, ამერიკელი ინდიელების წინაპართა შორის არიან. ეხლა უფრო ფრთხილად არის ფორმულირებული ტექსტი. ადრე თითქოს ითქმებოდა, რომ ლამანიტები იყვნენ ამერიკელი ინდიელების მთავარი წარმომავლობა. ეხლათი უბრალოდ წერია, რომ ისინი მათი წინაპრების შორის არიან. ეხლა მორწმუნეებისთვის რწმენა არის მათი მთავარი საფუძველი, რომ მორმონის წიგნი წმინდა წერილად მიიღონ. ამასობაში ისტორიკოსები, არქეოლოგები და გენეტიკური მკვლევარები აგრძელებენ ორივე ამერიკის უძველესი მოსახლეობების წარმოშობის შესახებ არსებული მტკიცებების შესწავლას. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ორი საკითხის გამიჯვნა, ერთი მხრივ ეკლესიის რწმენის მიხედვით მოთხრობილი ამბავი და მეორე მხრივ კითხვები, რომლებსაც ისტორიკოსები და სამეცნიერო კვლევები კვლავ იკვლევენ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს რწმენა წიგნის წარმოშობის შესახებ, ნათელია მისი გავლენა ჯოზეფ სმითზე. ადრე ის უბრალოდ ახალგაზრდა ფერმერი იყო ნიუ-იორკიდან, რომელიც ასევე განთქმული იყო საგანძურის ძიებით. მას შემდეგ, რაც მორმონის წიგნი გამოიცა, ის ცნობილი გახდა როგორც რელიგიური ლიდერი და აქედან მოყოლებული ის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ წიგნის შექმნით, მისი შემდეგი ნაბიჯი იყო საკუთარი ეკლესიის დაარსება და იმ ადამიანების შეკრება, რომლებიც სჯერათ, რომ არსებობს ახალი წინასწარმეტყველებები და ახალი წმინდა წერილი, რომელიც ამერიკაში გამოჩნდა. და აი აქ ვაფუართ. 1830 წელს. ჯოზეფ სმითს უკვე ჰქონდა მორმონის წიგნი და თანდათან იმ ადამიანთა რიცხვიც იზრდებოდა, ვინც მას უჯერებდა. მისი მიმდევრებისთვის მორმონის წიგნი არის მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთმა ნამდვილად გამოარჩია იგი წინასწარმეტყველად. ამიტომაც 6 აპრილს 1830 წელს ჯოზეფ სმითი და მისი მიმდევრები შეიკრიბნენ ფაიეტში, ნიუ-იორკში და ოფიციალურად დააარსეს თავიანთი ეკლესია. თავდაპირველად მას ქრისტეს ეკლესია ეწოდებოდა. აქედან მოყოლებული ჯოზეფი აღარ ასწავლიდა მხოლოდ მორმონის წიგნს. ის განაგრძობდა დამოცხადებების, იმ გზავნილების გადმოცემას, რომლებიც მისი თქმით ღმერთისგან იღებდა.
წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მრავალი რწმენა, რამაც მათი გაერთიანება სხვებისგან გამორჩეული გახადა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ეგრეთ წოდებული აღდგენის რწმენა. მათი რწმენით, მას შემდეგ რაც იესო და მისი მოციქულები გარდაიცვალნენ, დაიკარგა სწორი ძალაუფლება ეკლესიის ხელმძღვანელობისთვის. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ღმერთმა ეს ძალაუფლება ჯოზეფ სმითს დაუბრუნა, რათა აღედგინა იესოს ნამდვილი ეკლესია. ამ პერიოდს ისინი დიდ განდგომას უწოდებენ, ამიტომ უკანასკნელი დღეების წმიდანებისთვის აუცილებელია მისი დაბრუნება ან აღდგენა იესოს მეორედ მოსვლამდე. ჯოზეფ სმითის თქმით, აღდგენის ამ ნაწილის ფარგლებში დაბრუნდა მღვდლობის ძალაუფლება, ანუ უფლება ღმერთის სახელით უხელმძღვანელონ და ჩაატარონ რელიგიური წესები. მან თქვა, რომ ჯოზეფ სმითსა და ოლივერ კაუდერისთვის გამოცხადდა იოანე ნათლისმცემელი და მისცა მათ მღვდლობის ერთი ნაწილი. მათი მონათხრობის მიხედვით მოგვიანებით გამოჩნდნენ მოციქულები პეტრ, იაკობი და იოანე და მისცეს მათ უფრო მაღალი მღვდლობის ძალაუფლება. ამიტომ ჯოზეფი და მისი მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ მათი ეკლესია გააგრძელებდა იმ ეკლესიას, რომელიც იესომ დაარსა ძველ დროში. თუმცა 1830 წელს ჯერ კიდევ არ იყო სრულად ჩამოყალიბებული LDS-ის ყველა სწავლება. მათი მრავალი რწმენა ჯოზეფ სმითმა შემდეგ წლებში ასწავლა. ასევე ჯოზეფ სმითის მრავალი დოქტრინა დროთა განმავლობაში დაემატა და შეიცვალა მისი მსახურების განმავლობაში. შემდეგ წლებში მან ასწავლა უფრო ფართო ისტორია სიცოცხლეზე, სანამ დავიბადებოდით, ასევე ასწავლა ცხოვრების მიზანი ამ სამყაროში და ის, რაც შეიძლება მოხდეს სიკვდილის შემდეგ. თანამედროვე უკანასკნელი დღეების წმინდანთა რწმენით, ადამიანები არიან ზეციური მშობლების სულიერი შვილები. და ისინი იბადებიან ამ სამყაროში, რათა მიიღონ ფიზიკური სხეული, ისწავლონ, აირჩიონ და გაიზარდონ. ასევე ასწავლიან, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით ადამიანს შეუძლია დაბრუნდეს ღმერთის წინაშე და დახდეს ზეციური მამის მსგავს. მაგრამ იოსებ სმითისთვის მხოლოდ ახალი ეკლესიის ქონა საკმარისი არ იყო. ის ჯეროდა, რომ აუცილებელი იყო მორწმუნეების ერთ ადგილას შეკრება და ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელიც მზად იქნებოდა იესოს დაბრუნებისთვის. ამ იდეას მათ სიონი უწოდეს. 1830 წლის ბოლოს იოსებ სმითმა თქვა, რომ მიიღო გამოცხადება, რომელიც წევრებს ოჰაიოში გადასვლას ავალებდა. ამიტომ 1831 წლის დასაწყისში იოსებ სმითი და მისი მრავალი მიმდევარი კირტლენდში, ოჰაიოში გადავიდნენ. აქ მოძრაობა უფრო სწრაფად გაიზარდა. ახალი მოქცეულები შეუერთდნენ და ეკლესია ნელ-ნელა უფრო ორგანიზებული გახდა. მაგრამ იოსებ სმითისთვის საბოლოო დანიშნულება არ იყო. მას სურდა გაეგო, სად აშენდებოდა სიონი, ანუ ახალი იერუსალიმი, რომელსაც ისინი ელოდნენ. ეს ადგილი მნიშვნელოვანი იქნებოდა მათ საზოგადოებისათვის და მეორედ მოსვლისთვის მზადებაში. 1831 წლის ზაფხულში იოსებ სმითი ამდენიმე ეკლესიის ლიდერთან ერთად გაემგზავრა მისურიში. როდესაც ჯექსონის ოლქში ჩავიდნენ, იოსებმა თქვა, რომ მიიღო გამოცხადება, რომ ინდეპენდენსი მისური იქნებოდა სიონის მთავარი ადგილი. მისი მიმდევრებისთვის ეს დიდი მნიშვნელობის მქონე ამბავი იყო. სიონი აღარ იყო მხოლოდ იდეა. ამიტომ უკვე ჰქონდათ კონკრეტული ადგილი, სადაც გეგმავდნენ შეკრებას, მიწის ყიდვას, სახლების აშენებას და ახალი რელიგიური საზოგადოების შექმნას. მათ ასევე გამოყვეს ადგილი ტაძრისთვის. როდესაც იოსების მიმდევრები მატულობდნენ, მისი გეგმაც სიონისთვის უფრო კონკრეტული ხდებოდა. მან მხოლოდ ის არ თქვა, სად აშენდებოდა იგი. ეკლესიის ხელმძღვანელობამ ასევე შეიმუშავა დეტალური ქალაქის გეგმა ამისთვის. იყო ქუჩები, ბლოკები და ტაძრებისთვის გამოყოფილი ადგილები. 1833 წელს მათ შექმნეს ეგრეთ წოდებული სიონის ქალაქის გეგმა. ეს იყო ნახატი, რომელიც აჩვენებდა, როგორ სურდათ ახალი ქალაქის მოწყობა. იოსებ სმითისა და მისი მიმდევრების აზრით, ისინი არ აპირებდნენ ჩვეულებრივი ქალაქის აშენებას. მათ სურდათ, რომ სიონი ყოფილიყო რელიგიური საზოგადოება, სადაც მორწმუნეები ერთად იცხოვრებდნენ, თავიანთი რწმენის მიხედვით და მოემზადებოდნენ იესოს მეორედ მოსვლისთვის. ამასთან ერთად, იოსებ სმითის სწავლებებიც მუდმივად იზრდებოდა. 1832 წლის თებერვალში იოსებ სმითმა და სიდნი რიგდონმა განაცხადეს, რომ მათ კვლავ იხილეს ხილვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება ადამიანებთან სიკვდილის შემდეგ. აქ მათ ასწავლეს ის, რასაც ეწოდება დიდების სამეფოები. მათ თუ ყველასთვის უბრალოდ 64 და ჯოჯოხეთი არ არის მომლოდინე. დიდების სხვადასხვა დონეა, რაც დამოკიდებულია ადამიანის ურთიერთობაზე ღმერთთან და იესო ქრისტესთან. მაგრამ როცა იოსების სწავლება ვრცელდებოდა და მისი მიმდევრების რაოდენობა იზრდებოდა, მათ წინააღმდეგობაც ემატებოდა. 1832 წლის მარტში, ჰირამში, ოჰაიოში, მამაკაცების ჯგუფი შევიდა სახლში, სადაც იოსები ცხოვრობდა. ისინი მას გარეთ გაათრიეს, სცემეს და ფისითა და ბუნბულით დაფარეს. სიდნი რიგდონიც დაარტყეს, მაგრამ აქ არ დასრულდა მოძრაობა.
იოსები ლიდერობას აგრძელებდა. ამავე დროს მრავალი წევრი აგრძელებდა გადასვლას ჯექსონის ოლქში, რადგან სჯეროდათ, რომ იქ აშენდებოდა სიონი. 1833 წლის ზაფხულისთვის დაახლოებით 1200 ადამიანი. ესენი იყვნენ უკანასკნელი დღეების წმინდანები, რომლებიც ჯექსონის ოლქში ცხოვრობდნენ. როდესაც უკანასკნელი დღეების წმინდანების რაოდენობა ჯექსონის ოლქში იზრდებოდა, ადგილობრივებმა იქ ცხოვრებლებმა შეშფოთება დაიწყეს. მათ ეშინოდათ, რომ ეს ჯგუფი ძალიან გაიზრდებოდა და დიდ გავლენას მოახდენდა პოლიტიკაზე, ბიზნესზე და ადგილობრივ გადაწყვეტილებებს. მათ განსხვავებული რელიგია, კულტურა და მონობაზე შეხედულებები ჰქონდათ, რის გამოც კიდევ უფრო ვერ შეთანხმდნენ. უკანასკნელი დღეების წმინდანებიდან ბევრი ჩრდილოეთის შტატებიდან იყო, მაშინ როცა ჯექსონის ოლქის ბევრი მცხოვრები სამხრეთიდან იყო, სადაც მონობა ჯერ კიდევ ლეგალური იყო. კიდევ ერთი რამ იყო, რაც ადგილობრივებს აღელვებდა. იოზეფის მიმდევრები სჯეროდათ, რომ ღმერთმა ეს ადგილი ზიონისთვის მიცა. ზოგიერთი ადამიანისთვის, ვინც იქ დიდი ხანია ცხოვრობდა, ეს ისე ჩანდა, თითქოს ახალი დიდი ჯგუფი მოდიოდა და აცხადებდა, რომ მათი ადგილი გახდებოდა ახალი რელიგიური ქალაქის ცენტრი. რადგან ახალმოსულები სწრაფად ყიდულობდნენ მიწას და მათი რაოდენობა იზრდებოდა, დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1823 წლის ივლისში ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფმა მოითხოვა, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანები ჯექსონის ოლქიდან წასულიყვნენ. წევრები მაშინვე არ დათანხმდნენ, რის გამოც სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ეკლესიის სტამბა დაანგრიეს და რამდენიმე ეკლესიის ლიდერს შეუტიეს. შემდეგში რამდენიმე ლიდერი იძულებული გახდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომ წევრები ოლქს დატოვებდნენ. მაგრამ პრობლემა მაშინვე არ დასრულებულა. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ძალადობა კვლავ დაიწყო და მრავალი უკანასკნელი დღეების წმინდანი იძულებით გაასახლეს საკუთარი სახლებიდან და მიწებიდან. უმეტესობა გაიქცა მისურის მდინარის მეორე მხარეს. იოსების მიმდევრებისთვის ეს დიდი მარცხი იყო. ადგილი, რომელიც მათი რწმენით ზიონი უნდა გამხდარიყო, მათ კონტროლს გასცდა მანამდე, სანამ დაგეგმილ ქალაქს ააშენებდნენ. მაგრამ ზიონის იდეა მათ არ დაუტოვებიათ, ამის ნაცვლად ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიწა უნდა დაებრულებინათ. აქედან მოყოლებული ეკლესიასა და ჯექსონის ოლქს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა. შემდეგ წლებში უკანასკნელი დღეების წმინდანების რადანების რაოდენობა იზრდებოდა და ისინი შტატის სხვა ნაწილებში გადადიოდნენ. ამასთან ერთად ზოგიერთი არამორმონელი მაცხოვრებლის შიში და რისხვა კიდევ უფრო იზრდებოდა. ნელ-ნელა ორივე მხარეს შეექმნა საკუთარი შეიარაღებული ჯგუფები და დაიწყო უფრო სერიოზული დაპირისპირება. რელიგიასა და მიწაზე არსებული უბრალო პრობლემა ნელ-ნელა გადაიქცა პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტად. და როდესაც 1838 წელი დადგა ჯექსონის ოლქში დაძაბულობა. მისურის ჯექსონის ოლქში დაძაბულობა უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც თითქმის შტატის შიგნით პატარა სამოქალაქო ომს გავდა. 1838 წლისთვის მისურიში კონფლიქტი საბოლოოდ აფეთქდა. მოგვიანებით შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა უკანასკნელი დღეების წმინდანებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსა და შტატის მილიციას შორის. ამის გამო 27 ოქტომბერს 1838 წლის 27 ოქტომბერს მისურის გუბერნატორმა ლილბერნ ბოქსმა დამოსცა ბრძანება, რომლითაც მორმონები უნდა ჩაეთვალათ მტრად და გაეძევებინათ შტატიდან. ამ ბრძანებისა და გაგრძელებული ძალადობის გამო ათასობით უკანასკნელი დღეების წმინდანი დატოვა მისური. ისინი ილინოისში გაიქცნენ. იქ მათ შეიძინეს მიწა მისისიპის მდინარის პირას და ააშენეს ახალი ქალაქი, რომელსაც ნაუვუ დაარქვეს. ილინოისის მთავრობა მათ მიანიჭა ქალაქის ქარტია, რომელმაც ნაუვუს მისცა საკუთარი ადგილობრივი მთავრობა, სასამართლო და მილიცია. ამის გამო ჯოზეფ სმიტის მიმდევრებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა შეექმნათ დიდი რელიგიური საზოგადოება. ნაუ სწრაფად გაიზარდა. ეკლესია აგრძელებდა მისიონერების გაგზავნას შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვა ნაწილებში. ბევრი ახალი მოქცეული ბრიტანეთიდან და სხვა ადგილებიდან გადავიდა ნაუვუში, რათა გაწევრიანებულიყვნენ საზოგადოებაში. ქალაქი რომ ძლიერდებოდა, ჯოზეფ სმიტის ძალაუფლებაც იზრდებოდა, ის იყო ნაუვუს მერი, ეკლესიის ლიდერი და ნაუვუს ლეგიონის ქალაქის ადგილობრივი მილიციის სარდალი. მაგრამ სწორედ ნაუვუში დაიწყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი. ჯოზეფ სმიტმა დაიწყო პლურალური ქორწინების პრაქტიკა, რაც ნიშნავს ერთზე მეტი ცოლის ყოლას. თავდაპირველად ეს ფარულად ხდებოდა და მხოლოდ რამდენიმე არჩეული ეკლესიის ლიდერი იცოდა ამის შესახებ. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, რომელსაც დღეს ეკლესიაც აღიარებს, ჯოზეფ სმიტს მრავალი პლურალური ცოლი ჰყავდა. ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ისტორიკოსები აფასებენ, რომ ეს იყო რამდენიმე ათეული. ამ ქალებიდან ზოგი უკვე დაქორწინებული იყო სხვა მამაკაცზე, სანამ ჯოზეფ სმიტს გახვებოდა. ჯოზეფის მორწმუნეებისთვის პლურალური ქორწინება იყო დამოცხადების ნაწილი, რომელიც მისი თქმით ღმერთისგან მიიღო. თუმცა სხვა წევრებისთვის ეს ძალიან რთული მისაღები იყო, რადგან ეს პრაქტიკა საიდუმლოდ ტარდებოდა. ამან დიდი პრობლემები გამოიწვია, როცა ჯოზეფ სმიტის ყოფილმა თანამოაზრეებმა ამის შესახებ გაიგეს.
ამავდროულად მისი პოლიტიკური როლიც იზრდებოდა 1854 წელს ჯოზეფ სმითი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზეც კი იყრიდა ტენჩს. მისი გამარჯვების შანსი მცირე იყო, მაგრამ ამით მან აჩვენა, რომ მხოლოდ რელიგიას აღარ ხელმძღვანელობდა. მას ქალაქი ჰყავდა ბევრი მიმდევარი, საკუთარი მილიცია და მზარდი პოლიტიკური გავლენა. შემდეგ მოვიდა პრობლემა, რომელმაც საბოლოოდ დაანგრია იგი. იყო ჯგუფი ყოფილი წევრებისა და ჯოზეფ სმითის კრიტიკოსების, რომლებმაც გაზეთი დაარსეს სახელად Nauvoo Expositor. მისი პირველი ნომერი 1854 წლის ივნისში დამოვიდა. მათ გააკრიტიკეს ჯოზეფ სმითის ლიდერობა, მრავალწლიანობა და რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმა ნაუუში. როგორც მერმა ჯოზეფ სმითი შეხვდა ნაუუს საქალაქო საბჭოს. საბჭომ გაზეთი და საბეჭდი მანქანა საზოგადოებრივ მავნებლობად გამოაცხადა. შემდეგ ჯოზეფ სმითმა ქალაქის მარშალს უბრძანა. დაენგრია საბეჭდი მანქანა და გაზეთის ასლები. ბრძანება შესრულდა 1854 წლის 10 ივნისს. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგან საქმე მხოლოდ რელიგიურ უთანხმოებას აღარ ეხებოდა. საბეჭდი მანქანის განადგურებამ სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ჯოზეფი და მისი რამდენიმე თანამგზავრი დააკავეს არეულობის ბრალდებით. როდესაც დაძაბულობა იზრდებოდა, ჯოზეფმა ნაუში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მილიცია გამოიყენა. შემდეგ მას უფრო მძიმე ბრალდება წაუყენეს სახელმწიფოს ღალატი ილინოისის წინააღმდეგ. ჯოზეფი ხელისუფლებას ჩაბარდა და კარტეჯის ციხეში გადაიყვანეს თავის ძმასთან, ჰირამთან და კიდევ რამდენიმე თანამგზავრთან ერთად. 1854 წლის 27 ივნისს. ციხეში შეიჭრა შეიარაღებული ბრბო, კაცები მეორე სართულზე ავიდნენ და იმ ოთახში ისროლელეს, სადაც ჯოზეფი და ჰირამი იმყოფებოდნენ. ჰირამი მოკლეს, ჯოზეფს პატარა პისტოლეტი ჰქონდა და ისიც ისროდა, როცა ისინი ცდილობდნენ თავის დაცვას. შემდეგ ჯოზეფი ფანჯარასთან მივიდა, ის ტყვიებმა დაჭრეს და მეორე სართულიდან გადმოვარდა. ჯოზეფ სმითი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხოლოდ 14 წელიწადში. მას შემდეგ, რაც დაარსა თავისი ეკლესია, ჯოზეფ სმითმა შეძლო რელიგიური მოძრაობის შექმნა. მან გამოაფხნა ახალი წმინდა წერილი, დაარსა საზოგადოებები და მიიზიდა ათასობით მიმდევარი, მაგრამ როცა ის გარდაიცვალა, ეკლესიამ უცებ დაკარგა დამფუძნებელი და მთავარი ლიდერი. ჯოზეფ სმითის გარდაცვალების შემდეგ 1854 წლის 27 ივნისს. მის მიერ დაწყებული მოძრაობა არ დასრულებულა. ამის ნაცვლად წევრები მაშინვე დიდი კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ. ვინ ჩაანაცვლებდა მას? არ არსებობდა ერთი ნათელი მემკვიდრე, რომელიც ჯოზეფს გარდაცვალებამდე დაენიშნა. ასევე მისი ძმა ჰირამიც, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი ლიდერი გამხდარიყო მის შემდეგ, ასევე მოკლეს კარტეჯის ციხეში. ამის გამო სხვადასხვა ეკლესიის ლიდერებმა ლიდერობაზე საკუთარი პრეტენზიები წამოაყენეს. ბოლოს ნაუში მყოფი წევრთა უმეტესობა მიჰყვა 12 მოციქულის კვორუმს, რომელსაც ბრიგამ იანგი ხელმძღვანელობდა. სხვა ჯგუფები კი გამოეყვნენ და სხვა ლიდერებს გახუნენ. ბევრი მიმდევრისთვის იოზეფის სიკვდილმა მათი რწმენა არ დააზიანა, პირიქით მათ იოზეფ სმითი კიდევ უფრო მეტად დაინახეს როგორც წინასწარმეტყველი, რომელიც თავისი რელიგიისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დღესაც იოზეფ სმითი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიაში. მორწმუნეთათვის ის არის წინასწარმეტყველი, რომელსაც ღმერთმა უხმო ნამდვილი ეკლესიის აღსადგენად, მორმონის წიგნის გამოსაცემად და იმ პროცესის დასაწყებად, რასაც ისინი აღდგენას უწოდებენ. მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით მისი ამბავი უფრო რთულია. მართალია, იოზეფი დაიწყო როგორც ახალგაზრდა გლეხმა, რომელსაც შეზღუდული და თითქმის არანაირი ფორმალური განათლება არ ჰქონდა. მართალია ისიც, რომ ის მონაწილეობდა საგანდურის ძიებაში და იყენებდა მხილველის ქვებს. შემდეგ მან თქვა, რომ მიიღო ხილვები და გამოცხადებები, გამოცა მორმონის წიგნი, დაარსა ეკლესია, შექმნა ახალი თემები და ათასობით მიმდევარი შეიძინა. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ნიუ-იორკში პატარა ჯგუფიდან მისი ეკლესია დიდ რელიგიურ მოძრაობად იქცა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჯოზეფ სმითის მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვთ, აშკარაა, რომ მან დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის რელიგიურ ისტორიაზე. მორწმუნეებისთვის ის წინასწარმეტყველია. კრიტიკოსებისთვის მისი ბევრი მტკიცება და ქმედება საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი. განსაკუთრებით მრავალწლიანობა, პოლიტიკური ძალაუფლება და მილიციის გამოყენება ნავუში. ისტორიკოსებისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური მტკიცებების გამიჯვნა იმ მოვლენებისგან, რომელთა დამტკიცებაც ჩანაწერებითა და დოკუმენტებით არის შესაძლებელი. ჯოზეფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო სიონის იდეა. მისურის შტატში სიონის აშენება, როგორც მას სურდა, ვერ განხორციელდა და ნავუიც მისი მიმდევრებისთვის მუდმივ სახლად ვერ იქცა. მისი გარდაცვალების შემდეგ ილინოისში დაძაბულობა გაგრძელდა. ამიტომ ბრიგამ იანგის ხელმძღვანელობით უკანასკნელი დღეების წმინდანთა ყველაზე დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ადგილი და ეძებნა ადგილი, რომელიც მათ მტრებს უფრო შორს იქნებოდა. 1856 წელს მათ დაიწყეს მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში. და
1847 წლის ივლისში პირველი დიდი ჯგუფი მივიდა Salt Lake-ის ხეობაში, იმ ადგილას, რომელიც დღეს იუთაა. იქ ისინი გააგრძელებენ ოცნებას დიდი რელიგიური საზოგადოების შექმნაზე. ბრიგამ იანგის ხანძღვანელობით კიდევ უფრო გაიზრდება მოძრაობა, რომელიც ჯოზეფ სმითმა დაიწყო. ამიტომ ჯოზეფ სმითის ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, მართალია თუ არა მისი ყოველი ხილვა ან რელიგიური მტკიცება, ეს ყველაფერი რწმენისა და წამსის ნაწილია, რომელსაც ჩვეულებრივი ისტორიული ჩანაწერები ვერ ამტკიცებს. ისტორიაში ნათელია შედეგი, თავის ცხოვრების მხოლოდ 38 წელიწადში ჯოზეფ სმითმა შექმნა ახალი რელიგიური მოძრაობა, რომელიც გადარჩა მაშინაც კი, როცა მისი დამფუძნებელი მოკლეს. მან დატოვა მორმონის წიგნი, ახალი რელიგიური სწავლებები, ორგანიზებული ეკლესია და მინდევრები, რომლებიც მზად იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, რათა გაეგრძელებინათ თავიანთი რწმენა. და როცა ჯოზეფ სმითი გარდაიცვალა, მისი ამბავი არ დასრულებულა. მოძრაობა, რომელიც მან დატოვა, გაგრძელდა. ისინი გადავიდნენ დასავლეთში და საბოლოოდ ეს რელიგია გახდა ისეთი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიაღწია.